ტაროს დასტაში არის სულ 78 კარტი და ამ 78 კარტიდან 22 major ყველაზე მნიშვნელოვანი კარტია, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული დატვირთვა აქვს. დანარჩენი 56 კარტიც მნიშვნელოვანია, თუმცა მაინც 22-ს განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა. და ამ 22 კარტიდან ერთ-ერთი კარტი არის The Fool, იგივე სულელი. სურათზე ვხედავთ ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც უყურებს თავაწეული ცას, პოზიტიურად ლაღად არის განწყობილი და ძალიან ახალგაზრდული ენერგიები შემოაქვს. ასევე ახალგაზრდა ბიჭის წინ ჩანს უფსკრული, თითქოს ერთი ნაბიჯი აკლია ამ უფსკრულში გადავარდნამდე. ხედავთ პატარა ძაღლსაც, რომელიც შესაძლებელია იყოს სიმბოლო ინტუიციის, გულწრფელობის, მეგობრობის ან დაცვის. პატარა ჩანთა, ტომსი კი, რასაც ჩვენ ხედავთ ბიჭის ზურგზე გადაკიდებულს, სიმბოლო იმ გამოცდილების, რაც მას თან მიაქვს. ვინაიდან ბიჭი ახალგაზრდა და გულუბრყვილოა, შესაბამისად არც ეს ტომსი კია დიდი ზომის და ესეც ისეთივე პატარაა, როგორც თვითონ ეს ყმაწვილი. უფსკრული შესაძლებელია იყოს სიმბოლო გარისკვის, ახალი უცნობი ნაბიჯის გადადგმის და რაღაც ახალის დასაწყისის. მზიანიცა კი იმედს იძლევა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ზოგადად ასეთი მნიშვნელობა აქვს ამ კარტს, რომელიც არის სულიერი მოგზაურობის დასაწყისი, როდესაც ადამიანი გადადგამს ნაბიჯს უცნობისკენ, ნდობით, ინტუიციით და ცნობით ცოდნის მინიმუმით, თუმცა პოზიტიურობით და პოზიტიურად ვდგება ამ საკითხს და ღია გულით. ყველაფერი კარგად იქნება. თუ განვიხილოთ სასიყვარულო კუთხით, უკვე არსებულ ურთიერთობაში ამ კარტის ამოსვლა შესაძლებელია მიუთითებდეს ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე გადასვლას, ხოლო თუ ხართ მარტო და ურთიერთობაში არ ხართ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ახალი პარტნიორი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში სპონტანურად, მოულოდნელად, შემოიტანოს ახალგაზრდული ენერგიები და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ადამიანი მაინც და მაინც დიდი სტაბილურობით არ გამოირჩევა და რთულია მისი დაფუძნება. იგი ახალგაზრდულ ენერგიებშია და შესაბამისად ნაკლები პასუხისმგებლობები აქვს. კარიერული მხრივ უკვე არსებულ სამსახურში შესაძლებელია იყოს რაღაც სიახლეები, ახალი პროექტები და თუ ეძებთ სამსახურს, კარგი დასაწყისი იქნებოდა, თუ ახალ სამსახურს დაიწყებდით, რაღაცას გარისკავდით, რაღაც ისეთ ნაბიჯს გადადგავდით, რასაც ზოგადად სხვები არ აკეთებენ, დიდი ალბათობით ეს გაამართლებდა. თუმცა ყველა სიტუაციაში ბალანსია საჭირო. მთავარია, რომ ერთი და იგივე წრეზე არ იტრიალოთ და შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყოთ. ფინანსური კუთხით შესაძლებელია ფული თავგადასავლებში გეხარჯებოდეთ, ან ძალიან ბევრი გეხარჯებოდეთ. ფინანსური კონტროლია საჭირო და ზედმეტი არაფერი ვარგა. ჯანმრთელობის კუთხით საკმაოდ პოზიტიური კარტია, მიანიშნებს ენერგიის აღდგენაზე და ახალი უკეთესი ფაზის დაწყებაზე. კარგი დროა დატვირთვისთვის, განახლებისთვის, ვარჯიშის დასაწყებად თუნდაც, დიეტის დასაწყებად, ფსიქიკური სიმშვიდისთვის, ფსიქოლოგიურად შესაძლებელია ახალი შეხედულებები ჩამოგიყალიბდეთ, რაღაც რესტარტი მოხდეს თქვენს გონებაში და გადახვიდეთ ახალ ადამიანურ სულიერ და შემოქმედებით ზრდაში და ის სტიგმები, რაც ადრე ჰქონდათ, შესაძლებელია ჩამოგეშალოთ და ახალი შეხედულებები შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. ჯამში ეს კარტი ასოცირდება ახალ ენერგიებთან, სიახლესთან, თავგადასავალთან, რაღაც ახლის შემოსვლასთან, ახალგაზრდულ ენერგიებთან, როგორც უკვე ვთქვი, მიამიტურობასთან, ნაკლებ პასუხისმგებლობასთან, ასევე სპონტანურობასთანაც. ამ ტიპის ადამიანი არის თავისუფალი სული, რომელიც არ ფუნძნდება ამ პერიოდში. შეიძლება შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში ახალი სასიყვარულო პარტნიორი, შეიძლება დაიწყოთ ახალი სამსახური და მთავარია ნებისმიერ სიტუაციაში დაიცვათ ბალანსი, რათა უფსკრულში არ გადავიჩეხოთ.